სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამძიმარი ლევან ანსიანის და ქეთევან მზეუ უმფრიანის გარდაცვალების გამო. დიდი გულის ტკივილით ვუსამძიმრებთ ლევან ანსიანის და ქეთევან მზეუ უმფრიანის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. 30 სექტემბერს ჭუბერის გზაზე მომხდარმა ავარიამ ამ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ობლად დარჩა 4 პატარა: ილია, ოთარი, ოთო, მათე და მოსე. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს გარდაცვლილთა უკვდავის სულნი და წიახსა შინა აბრაამისასა განუსვენოს. ხოლო მათ მშობლებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს ურყევი რწმენა იმისა, რომ სულისა და სხეულის გაყრა არ ნიშნავს სიკვდილსა და გაქრობას. არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრნიც ლევანი და ქეთევანი მზეო ახლა ხდებიან. შეგახსენებთ, დიდი მნიშვნელობა აქვს ლოცვით შეწევნას და მათ სახელზე აღსრულებულ ნებისმიერ სხვა კეთილსაქმეს. ღმერთმა განგამტკიცოთ და განგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს და თავისი წყალობა და ნუგეში მომადლოს ილიას, ოთარს, მათესა და მოსეს. ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. 3 ოქტომბერი 2025 წელი. 3 ოქტომბერს ვიქტორ სანეევს 80 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თბილისში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ყოფილ საცხოვრებელ სახლზე მისი მემორიალური დაფა გაიხსნა. ლეგენდარული მძლეოსანი ზაქარია ფალიაშვილის 66 ნომერში 1966-1991 წლებში ცხოვრობდა. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ ვიქტორ სანეევი 1945 წლის 3 ოქტომბერს სოხუმში დაიბადა. იგი გახლდათ საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი. ღონისძიებას პარლამენტის წევრები, ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ვიქტორ სანეევის მეუღლე და სპორტსმენები ესწრებოდნენ. დღეს ჩვენ ლეგენდარულ სპორტსმენს ვიქტორ სანეევს შეუსრულებდა 80 წლის იუბილე და მინდა ჩვენ საზოგადოებას მიულოცო იუბილე. ვიქტორ სანეევის იყო მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი. სწორედ რომ აი ეს ახალგაზრდები, რომელიც აქ ესწრებიან, ნახონ თუ რამდენად პატივს მივაგებთ ჩვენ გმირებს. იყო ვიქტორის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ვერცხლის პრიზიორი და ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი იყო მე-20 საუკუნის. და მე გვინდა კიდევ ერთხელ მიულოცო ჩვენ ოჯახის წევრებს, განსაკუთრებულად მეუღლე არის ჩამოსული, თქვენ იცით რომ ვიქტორი ავსტრალიაში ცხოვრობდა ბოლო წლები და სწორედ იქ არის დაკრძალული და ჩვენ მოვიწვევთ ოჯახის წევრები, რომ დაესწრონ დღევანდელ დღეს. როცა დავაფუძნოთ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ჩვენ პირველ ვიცეთ პრეზიდენტად ავირჩიეთ სწორედ ვიქტორ სანეევი. ნათელი მის ხსოვნას. პიროვნება იყო ძალიან ღია პიროვნება, ალალი პიროვნება, ურთიერთობაში, დამოკიდებულებაში ძალიან მეგობრული, გულგახშნილი და უპრეტენზიო. ვიქტორი იყო ესეთ თავშეკავებული პიროვნება იყო, არავის თავის პრობლემას თავზე არ მოახვევდა და მერე იძულებული გახდა წასულიყო ავსტრალიაში და იქ აეგზელებინა ცხოვრება. ეს 90-იანი წლები მისთვისაც ძალიან ძიმე გადასატანი იყო. დღეს ბატონი ვიქტორ სანეევი 80 წლის გახდებოდა. მის ყოფილ საცხოვრებელ სახლში იხსნება მემორიალური დაფა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისთვის და რა თქმა უნდა ჩვენი მძლეოსნობის ფედერაციისთვის. დღემდე ჩვენთვის არის ლეგენდარული პიროვნება და მისაბაძი ადამიანი ბატონი ვიქტორი და ყველა თაობა იზრდება, ასე ვთქვათ, მისი ბიოგრაფია ვიცით ზეპირად და პირველი ნაბიჯებს ვიდგავთ ბატონი ვიქტორის ისტორიით. საქართველოს ეროვნული სასახლის მედიათეკა აცხადებს ნახატების კონკურსს იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით. მასში მონაწილეობის მიღება 13 წლამდე ასაკის მოზარდებს შეუძლიათ. კონკურსის წესების მიხედვით მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ იაკობ გოგებაშვილის ნებისმიერი ნაწარმოები, დახატონ და დაასათაურონ 1 ან 2 ნახატი. ნამუშევრების მიღება უკვე დაწყებულია. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია 27 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიება ქართული საბავშვო წიგნის დღეს და იაკობ გოგებაშვილის დაბადების თარიღს მიეძღვნება. ორგანიზატორთა განმარტებით მიღებული საკონკურსო მასალა ეროვნული სასახლის მედიათეკის გვერდზე გამოქვეყნდება. ნაშრომების მიღება კი 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება. თითქმის უკვე 20 წელი ხდება, რაც დაარსდა ქართული საბავშვო წიგნის დღე 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს. ყველა ბავშვი, ყველა სკოლა და საბავშვო ბაღები აღნიშნავენ ქართული საბავშვო წიგნის დღეს. ეროვნული სასახლე კი ამ თარიღს შეუერთდა 2010 წლიდან და ყოველწლიურად
განსხვავებული და სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავთ ხოლმე. ბოლო 5 წელია ჩვენ აქ ჩვენთან მედიათეკაში ეწყობა იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციების კონკურსი და მასში მონაწილეობს ძალიან ბევრი ბავშვი, ნებისმიერი ქალაქიდან, სოფლიდან, ემიგრანტი ბავშვებიც მონაწილეობენ, არაქართველი ბავშვები აგზავნიან ილუსტრაციებს და როგორც წესი ეს ცხადდება ხოლმე შემდეგ გამარჯვებულები და ვაჯილდოვებთ მათ ქართული საბავშვო წიგნებით. წელსაც გვაქვს ანალოგიურად გამოცხადებული ეს კონკურსი. ნამუშევრების მიღება იწარმოებს 1-დან 12 ოქტომბრამდე, შემდეგ გაიტვირთება ჩვენს ვებგვერდზე და ხმის მიცემა დასრულდება 22 ოქტომბერს და ამ დროს გამოვლინდება 6 გამარჯვებული, ანუ 3 გამოვლინდება ჟიურის რჩეული და 3 Facebook ლაიქების მიხედვით. ამ პროექტის მიზანი ცხადია არის ის რომ პატარები ბავშვები დავაახლოთ წიგნთან, რომ შევაყვაროთ საბავშვო ლიტერატურა, შევაყვაროთ კითხვა. ჩვენს მედიათეკაში არაერთი პროექტი მუშაობს სწორედ ამ მიმართულებით, წიგნიერების მიმართულებით და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც ყოველწლიურად ვატარებთ სხვა დანარჩენ ღონისძიებებთან ერთად.